ჩვენ მიმართავთ მომავალ პარლამენტს და მომავალ მთავრობას და მოვითხოვთ მათგან, რომ ახალ წლამდე მარიხუანას და მისგან დამზადებული პროდუქტების მოხმარება ქვეყანაში გახდეს სრულად ლეგალიზებული. გირჩი და ისევ მარიხუანას დეკრიმინალიზაციის თემა. დაგეგმა აქვს ხელისუფლებას. ვფიქრობ, ესეთი განცხადებებით საზოგადოების დაბოლება აქვს მხედველობაში. პარტიის ოფიციალური პოზიცია არის, რომ ზოგადად მომხმარებლების და ნარკოპოლიტიკის კუთხით პოლიტიკის ლიბერალიზაცია არის, ასე ვთქვათ, უკვე ის დაპირება, რაც არის გაცემული. რუიანში დღეს დებატები, რა უნდა შეიცვალოს კანონმდებლობაში მარიხუანასთან დაკავშირებით, რა უნდა იყოს ეს, ლიბერალიზაცია თუ დეკრიმინალიზაცია. ჩვენ დაბრუნდით ეთერში. გირჩი ახალ წლამდე მარიხუანას ლეგალიზაციას ითხოვს. ჩვენ სტუდიაში დებატები გვექნება. იაგო ხუჩია, გირჩის წარმომადგენელი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, დემოკრატიული მოძრაობა. თუმცა მანამდე ვიდრე დავიწყებთ ჩემს სტუმრებთან საუბარს, მოდით ვნახოთ ამ კითხვაზე რა პასუხები მივიღეთ თბილისის ქუჩებში. მარიხუანას დეკრიმინალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა? რა ვიცი, აბა, პრინციპში ყველას უფლება აქვს, როგორც უნდა ისე მოიქცეს, მაგრამ მაინც ვიტყოდი რომ არა. ჩემი აზრით, ეხლა რასაც მოიხმარეთ, ნეგარი უფრო საშინელი და უფრო ცუდი ვიდრე ალბათ მარიხუანა იქნება. ის რომ ამის გამო იჭერდნენ ადამიანებს, არ მიემაჩნია სწორი. არა, მე ამის წინააღმდეგი ვარ. არანაირი ნარკოტიკული საშუალებები ეს სადაც ასეთ ცხოვრების ძიმე პირობებში ადამიანებზე ძალიან ცუდად მოქმედებს. უნდა გამკაცდეს ყველანაირად ღონისძიებები, ჩემი აზრით, რომ განსაკუთრებით შემომტანებზე, გამყიდველებზე, რომლებიც არალეგალურად ახორციელებენ ამას. ლეგალური არა და იმას ამბობთ, რომ ამის გამო ხალხი ციხეში არ უნდა ჯდებოდეს. მარიხუანას დეკრიმინალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა? ანუ არ ვიცი, ჩემი აზრით თავის თავს ადამიანს დაუშავეთ, თავი მაგის ბრალია რა და ამიტომ არ უნდა იჭერნენ. რა თქმა უნდა მოხდეს. რა ვიცი, ნაცვამი ხალხი მოგწონთ აგრესიულია მაგალითად. სადაც საკუთარ ადამიანი თუ მოწევს, რა ვიცი, არა გუნა ვინმეს დაუშავოს. ყველას თავის გაგება, ეს ინდივიდუალურია უკვე. ალბათ დროთა განმავლობაში უნდა მოხდეს. მარიხუანას დეკრიმინალიზაცია საჭიროა. არ შეიძლება რომ ამის გამო ადამიანს პასუხისგებაში მისცემდნენ. აი გამორცელებლებზე კი ძალიან სერიოზული დასჯა უნდა იყოს. დეკრიმინალიზაცია უნდა მოხდეს აშკარად, მაგრამ ჯერ ნაადრევად მიმაჩნია ამ საკითხის, ასე ვთქვათ, საკანონმდებლო დონეზე განხილვა და ამისი კანონით ამ საკითხის კანონად ქცევა. გაიქნება თუ იქნება. რა საშუალოს მოსაწევი? უნდა მოხდეს დეკრიმინალიზაცია. რა ვიცი, საჭიროა ალბათ. მადლობა ბატონო იგო, ბატონო დიმიტრი, გაცემაში სტუმრობისთვის. ბატონო იგო, ერთი ნაბიჯით წინ წასულ ხართ ამასობაში გირჩი და დეკრიმინალიზაციის მოლოდინში უკვე ლიბერალიზაცია კი არა, ლეგალიზაცია მოგითხოვიათ მარიხუანის. ეს რამდენად რეალისტურია და რატომ ასეთი კატეგორიული მოთხოვნა ხელისუფლების მიმართ, რომელიც ჯერ პარლამენტში არ შეკრებილა? დიდ მადლობა მოწვევისთვის. ჩვენ ყოველთვის ვითხოვდით ამას, ასე რომ ვთქვათ, უბრალოდ კონიუნქტურა არსებობდა წინა პარლამენტში ისეთი, რომ მიღწევა ამის იყო შეუძლებელი. საზოგადოებრივი აზრი, როცა ჩვენ ამაზე დავიწყეთ საუბარი, აბსოლუტურად იყო სხვა და დღეს არის აბსოლუტურად სხვა. ამ შემთხვევაში ჩვენი მიზანი იმ დროს იყო, რომ მოდი ცოტას მაინც მივაღწიოთ ახლა, რაც ასე თუ ისე რეალურად გვეჩვენება. ჩვენ ვითანამშრომლეთ ყველასთან. მთავრობასთან, იმ პერიოდის პარლამენტის წევრებთან, როგორც ოპოზიციასთან, ისე ხელისუფლებასთან, ყველასთან ვითანამშრომლეთ, გვინდოდა გვეცადა ის, რომ მინიმუმ ადამიანები ციხეში არ მოხდარიყვნენ ამის გამო. თუმცა, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ხან 2 ხმა დაგვაკლდა, ხან 3, ხან რაღაცა 9, მაგრამ აი სულ ცოტა გვაკლდებოდა წარმატების მისაღწევად. ეს ცოტა იყო ხელისუფლების ერთიანი პოლიტიკური ნება. იქ იყვნენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც თვლიდნენ, რომ საჯაროდ უნდა ეთქვათ, რომ ამის გამო კაცი არ დავიჭიროთ. სხვები პირად საუბარში თითქმის ყველა ადასტურებდა იმას, რომ ამის გამო ადამიანები ციხეში არ უნდა ჩავსვათ, მაგრამ მათის გადაწყვეტილება არ მიიღეს. დღეს ჩვენ არ ვართ საქართველოს პარლამენტის წევრები. ჩვენ შევპირდით საქართველოს მოსახლეობას და გირჩის პოსტ საპარლამენტო არჩევნების გირჩის ერთ-ერთი მთავარი ნათქვამი ის იყო, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს მიზნებს მივაღწიოთ, მიუხედავად იმისა, რომ არ ვართ პარლამენტში. ეს არის ამ ნათქვამის რეალიზება, ეს არის მეტი თავისუფლების იდეის რეალიზება, რომელზეც დაშენდა გირჩი. ჩვენთვის მარიხუანა არ არის მნიშვნელოვანი ნაწილი, როგორც ასეთი, როგორც
ცალკე აღებული მარიხუანა. მარიხუანა როგორც მეტი თავისუფლების ნაწილი არის მნიშვნელოვანი. მარიხუანის ადგილას თქვენ შეგიძლიათ ჩასვათ ყოველგვარი მავნე რეგულირება, რომელიც გირჩის აზრით უნდა გაუქმდეს. ესეთი რეგულირებები არის ბევრი, ჩვენ მულტივალუტური ვალუტების არჩევის შეზღუდვა, ასევე მავნებლობა და ესეც ამის გაპროტესტების დროც მოვა ასეთი ფორმებით. თუმცა აი როდესაც თქვენ ამბობთ რომ ახალ წელს დათესავთ აი ამ მცენარეს და ამისკენ მოუწოდებთ გარემოსაც ეს ხომ არ არის წაქეზება არა უკანონო ქმედებისკენ ახალგაზრდების ასეც იყო განხილული დღეს კი ბატონო წაქეზება რო იყოს უკანონო ქმედებისკენ აქ იქნებოდა დამალული მისი ერთი კომპონენტი უკანონობა ჩვენ ვამბობთ რომ და გამოფინეთ კიდეც დღეს პლაკატი ოფისში გვაქვს გამოფენილი, ანუ ყველა ჟურნალისტ რომელიც ჩვენთან მოვა, ექნება ამის ნახვის და გადაღების საშუალება. იმ მუხლის ფორმულირება, რითაც უნდა დავისაჯოთ ჩვენ, როგორც უკანონობის ჩამდენები. ანუ ჩვენ კი არ ვიძახით, რომ ჩვენ დანაშაულს არ ჩავდივართ ამით. ასევე ვინც ამ აქციაში მიიღებს მონაწილეობას, იმას კი არ ვეუბნებით, რომ თქვენ დანაშაულს არ ჩაიდენთ ამით. ანუ ჩვენ პოლიციასთან და სამართალდამცავებთან კი არ გვაქვს პრეტენზია. ჩვენ მას მერე რაც თუ დაგვიჭირეს. თუ დაგვიჭერთ იმას კი არ ვიტყვით, რომ უკანონოდ მოგვექცნენ. ჩვენ ვაპროტესტებთ იმას, რომ ეს ყველაფერი კანონიერად შეიძლება მოხდეს. ანუ ჩვენ ამ ყველაფრის კანონიერებას ვაპროტესტებთ. მოდით ბატონ დიმიტრის, რომელიც ჩვენ ვიცით, რომ არ არის მომხრე ამ რეგულაციის შესუსტებისაც კი არა თუ გაუქმების, ვკითხოთ რა აზრის არის აი თქვენს ამ კონკრეტულ პროტესტის ფორმაზე. მე ისი მომხრე ვარ, ნამდვილად მექნება დრო ალბათ რომ ზუსტად წარმოვაჩინო, რომ ზუსტად იცოდეს საზოგადოებამ ჩემი პოზიცია, როგორც ყოფილი პარლამენტის წევრისა, რომელსაც ჰქონდა პირდაპირ შეხება იმ საკანონმდებლო ინიციატივების პაკეტთან, რომელიც ნარკოპოლიტიკის გამსაზღვრელ საკანონმდებლო ინიციატივებს გულისხმობდა თავის თავში და ჯერ კიდევ 2007 წელს გლობალური ფონდის მიერ იქნა ინიცირებული, ხოლო 2008 წელს ზიანის შემცირების ეროვნული ქსელის მიერ იქნა დამატებითი პაკეტი წარმოდგენილი და 2007 წლიდან დღემდე კი მოგეხსენებათ რამდენი წელია გასული, საერთოდ არაფერი არ გაკეთებულა იმ მიმართულებით, რომ მომხდარიყო კორექტირება ნარკოპოლიტიკის გამსაზღვრელი საკანონმდებლო ინიციატივების გარკვეული პაკეტის მიღებისა, ხოლო გარკვეულის კორექტირებისა და კორექტირებაში მე პირველ რიგში გულისხმობ სისხლის სამართლის კანონმდებლობაში შესატან იმ აუცილებელ ცვლილებებს, რომელიც 1961 წლის სისხლის სამართლის კოდექსის მოქმედებას ერთხელ და სამუდამოდ შეაჩერებდა და მოახდენდა მის ასე ვთქვათ მიმართვას დემოკრატიული საზოგადოების მიზნების. და როგორი უნდა ყოფილიყო ეს? ბატონმა იაგომ ბრძანა რომ მეტი თავისუფლების იდეის რეალიზაციას ემსახურებაო ჩვენი ეს შეძახილი და ახალი შეძახილი მე მართალი გითხრათ ორჯერ მომიწია გადახვევა რომ მომესმინა თქვენ ლეგალიზაციას ითხოვთ ისეთი მძიმე ნარკოტიკული საშუალების ფსიქოაქტიური ნივთიერების შემცველი ტეტრაკანაბინოლის შემცველი ნივთიერებისა პროფესორად სუბსტანციისა როგორიც არის მარიხუანა ხო შეგიძლიათ ჩვენ მარიხუანის ლეგალიზაციას ვითხოვთ, ოღონდ გავაკეთოთ მარიხუანის მოხმარების და საკუთარი მოხმარების მიზნით მოყვანის. ხო, ამ კულტივირებაც ოღონდ მხოლოდ საკუთარი მოხმარების არა გასაგებია. როგორც არის სხვადასხვა ქვეყნებში, ანუ არსებობს მაგალითად ნიუ-იორკში, ვაშინგტონში არის რეგულირება, რომ 6 ძირამდე შეუძლია ერთ ადამიანს მოიყვანოს თავის პირადი მოხმარება. დაახლოებით ასეთი რეგულირების გადმოღება არის შესაძლებელი. მე აქვე მინდა რომ ბუდიში მოვიხადო ხმამაღლა ბატონ ლევან ჩხაიძის მიმართ, თქვენი კოლეგის მიმართ, დღეს მან მიწვია ტელეკომპანია იბერიაში და უარი განვაცხადა მისვლაზე, არა იმის გამო რომ დრო არ ხონდა, არამედ იმის გამო რომ აღმოვაჩინე რომ ხელისუფლება საერთოდ არ მოდის ამ თემაზე სალაპარაკოდ. და მე ვიფიქრე რომ აი პირველ რიგში ხელისუფლება უნდა იჯდეს აქ ოპონენტად ამ იდეის ავტორებისა და რა თქმა უნდა ჩვენც უნდა ვერთვებოდეთ აქტიურად. საფრთხე ძალიან ეპიზოდური იყო და კონტექსტიდან ამოგლეჯილი იყო, ამიტომ ჩემთვის არაფრის მომცემი არ არის ამ კომენტარის გაკეთება. ეხლა რაც ყველაზე მთავარია, არავითარ შემთხვევაში ჩვენ არ უნდა დაუშვათ ლეგალიზაცია ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების. გნებავთ ეს იყოს პირადი მოხმარების მიზნით ქოთანში ჩათესვა. გნებავთ ეს გინდა იყოს ყანის ბოლოში თუ ვენახში თუ ხორბალთან მისი კულტივირება და მოყვანა და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვათ ეს, ვინაიდან ეს გახლავთ უკვე პროპაგანდა და ეს არ არის თავისუფალი იდეების რეალიზაციის აქტი. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება დემოკრატიული საზოგადოების მიზნებს, ვინაიდან ჩვენ საზოგადოებასთან უნდა გქონდეს ვალდებულებითი ურთიერთობები პოლიტიკოსებს და არამც არ შეიძლება ერთი ჯგუფის თავში მოხარშული რაღაცა იდეების აი ესეთი დონის ასე ვთქვათ კულტივირება ეს არის დამაზიანებელი თქვენი აზრით, აი რატომ ეწინააღმდეგებით ლეგალიზაცია, რატომ არ უნდა მოწიოს ადამიანმა მარიხუანა? იმიტომ რომ ნებისმიერი საშუალების გამოყენება საზოგადოებაში ასოციალური ქცევის პროვოცირების მიზნით უნდა იქნეს კონტროლქვეშ სახელმწიფოს მხრიდან.
აი იგივე ალკოჰოლს რომ ადარებენ, აი შეიძლება რომ თქვა მთვრალი ადამიანის ატანაო და არჯობიაო რომ იყოს ასე თქვა მოწეულიო და შესაბამისად არ იქნება დებოშის ხასიათზეო. რა თქმა უნდა, აი ეს არათანაზომადია ამ ორი ფაქტორის ერთმანეთთან შედარება. ვინაიდან რა თქმა უნდა ზედმეტი ჭარბი მოხმარება ალკოჰოლური საშუალებისა ნებისმიერ შემთხვევაში ასოციალური ქცევის გამომწვევია და ის უნდა იყოს საბოლოო ჯამში აღკვეთილი თუ კი ის გადავა რაღაც კონკრეტულ აგრესიებში და რომელიც გამოიწვევს თქვა ვიღაცის ინტერესების შელახვას. ალბათ ამას თუ აგრესიებში გადავა მარიხუანას არც დეკრიმინალიზაცია გულისხმობს არც მაგრამ მარიხუანა გახლავთ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ძალიან ლამაზად ჟღერს ეს მარიხუანა ჰაშიში გნებავთ პლანი გნებავთ კიდევ სხვა სახელწოდებებით რომლითაც ის არის ცნობილი როგორც თქვა სინთეზური მარილი იგივე ბიოსახელწოდებით და ასე შემდეგ არ გინახავთ რა ტიპის ქცევას იწვევს ადამიანში როგორი დეგრადირება ხდება ადამიანის ჩვენ რა გვინდა რომ ჩვენ მომავალ თაობებს მოუწოდოთ რომ იცით რა ოპიუმი ძალიან მძიმეა ოპიუმი არ შეიძლება ეს არის მძიმე ნარკოტიკი და აი მოდი ეგრეთ წოდებული ლაით დრაგსი მოიხმარეთ ამის პრევენციას ახდენს თქვენ ფიქრობთ აი შეზღუდვების პროცესში რომელიც სახე ჩვენ ქვეყანა იმყოფება თქვენ ვერ ხედავთ რომ ახალგაზრდების დიდი ნაწილი მოიხმარს მარიხუანას ყიდულობს ვრცელდება რა თქმა უნდა ვხედავ და მე ამას ძალიან განვიცდი 8 შვილის მამა ვარ ქალბატონო ნინო და მე მგონი მაქვს უფლება რომ ჩემი ასე ვთქვათ შვილების დაცვის მიზნითაც მქონდეს ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ მე ძალიან კარგად ვხედავ რომ ეს კამპანიური ხასიათი ევთანაზიის პროსტიტუციის ლეგალიზაციის აბორტების ლეგალიზაციის, ეხლა უკვე მარიხუანის ლეგალიზაციის ერთადერთი მოტივით რომ თითქოს ეს არის მსუბუქი ნარკოტიკი, რასაც მე პირადად არ ვეთანხმები. საერთოდ, იმიტომ რომ არ ვეთანხმები თუ კი არა, რომ მე არ ვეთანხმები სუბიექტურად, არამედ მე მომისმენია ისეთი მნიშვნელოვანი ექსპერტების პოზიციები, როგორც არის ბატონი გელა ლეჟავა, ქალბატონი ხათუნა თოდაძე. იცით თქვენ, ჩვენი ნარკოლოგიური ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტები არიან. ისინი აცხადებენ, რომ სწორედ ამ ეგრეთ წოდებული მსუბუქი ნარკოტიკის მიღების შედეგად ვითარდება ადამიანში მოხმარების სურვილი და პირველივე ფინანსური შესაძლებლობისთანავე ეს ეგრეთ წოდებული მსუბუქი ჩანაცვლებული იქნება ძიმე ნარკოტიკებით. აი არგუმენტები აქვს ბატონ დიმიტრის თქვენ საწინააღმდეგო შეგიძლიათ საფრთხე არგუმენტები მოგვიტანოთ. სიმართლე გითხრათ არ მინდა შესვლა არგუმენტებში მარიხუანა კარგია თუ ცუდი. ჩვენ ამას არ ვამბობთ. ჩვენ არასდროს არ გვითხოვს რომ მარიხუანის მოწევა გადასარევია ჯანმრთელობისთვის. კი, გასაგებია რომ და მათ შორის მე მგონი ახლა ბატონ დავითიც ვერ გამიწევს ალბათ მაგასში ოპონირებას რომ არის დაავადებები ამერიკაში დაავადებები რომელსაც ამერიკაში და სხვა ქვეყნებში ევროპაში მათ შორის სამედიცინო მარიხუანით მკურნალობენ ანუ რაღაცა ტიპის დაავადებისთვის ის სამკურნალო პრეპარატიც არის სხვა საკითხია მაგრამ ეს სხვა ბატონო იაგო ეს არა ერთზამთ ანუ სამედიცინო მარიხუანა საქართველოს არის აკრძალული, ასე რომ ვთქვათ. ამას თავი დავანებოთ, მაგრამ ამის მიუხედავად ამ დისკუსიაში არ მინდა შესვლა. არსებობს ნებისმიერი სამეცნიერო საიტი ან ჟურნალი, რომელსაც ჭკუა მოიკითხება. სადაც თქვენ ამოიკითხავთ პასუხს კითხვაზე. არის თუ არა მარიხუანა ან მისი შემცველი სხვადასხვა ნივთიერებები ისეთი ფუნქციის, რომელსაც მოყვება შეჩვევა, ან ფიზიოლოგიური, ან ფსიქოლოგიური. ამაზე მე მგონი თანამედროვე სამყარო არ ვიცი გელა ლეჟავა რას ლაპარაკობს არ ვიცი მაგრამ ნებისმიერი თანამედროვე ციტირებადი ჟურნალი ამაზე წერს და ამაზე არსებობს ერთი აზრი სამყაროში ორი აზრი არ არსებობს რომ ეს არის თუ არა ისეთი ნარკოტიკი რომელიც იწვევს ფიზიოლოგიურ ან ფსიქოლოგიურ შეჩვევას ამიტომ ამ კითხვაზე პასუხი გაცემულია ჩვენ სწორედ ამიტომ ავირჩიეთ მარიხუანა ამ შემთხვევაში მთავარ სამიზნე ობიექტად თუმცა მთავარი საკითხი არ არის ეს. მთავარი საკითხი არის ის, რომ უნდა ვსჯიდეთ თუ არა ჩვენ სისხლის სამართლებრივად ადამიანს, თუ ის სხვას არაფერს არ უშავებს. ანუ მისი მიერ ჩადენილი ქმედებები სხვა ადამიანის არც საკუთრებას არ ლახავს, არც თავისუფლებას არ ლახავს, არც სიცოცხლეს არ ეხება, არც ჯანმრთელობას არ ეხება. ანუ თუ ამ კითხვაზე გვაქვს უარყოფითი პასუხი, ჩემი აზრით და მე მგონი გირჩის აზრითაც ზოგადად სისხლის სამართლის დანიშნულება არის მხოლოდ და მხოლოდ ის რომ დაიცვას საზოგადოების სხვა წევრები ერთი ადამიანის აგრესიისგან ან მის მიერ ჩადენილი ისეთი ქმედებისგან რომელიც სხვა ზიანს აყენებს ამ შემთხვევაში თუ ეს შემთხვევა არ გვაქვს და მე ვერ მოვისმინე სიმართლე გითხრათ ვერასოდეს არგუმენტირებული მოსაზრება ამაზე რა ზიანს აყენებს სხვას ის რომ მე ვეწევი მარიხუანას ახლა იმედია რომ ჩვენ იმ არგუმენტებით არ ვილაპარაკებთ როგორც კობან არჩემაშვილი ლაპარაკობს რომ რაღაცა იმ პერიოდის მე იმ პერიოდის სტუდენტი ვარ უნივერსიტეტში და მახსოვს რომ ეს იმ ლექტორების პოეტური ნათქვამი იყო რომ არ არსებობს ნარკოტიკების მხოლოდ მომხმარებელი და ეს იყო პოეტური ნათქვამი აი ამ პოეტური ნათქვამის გამო ჩვენ დღეს უნდა ჩავსვათ თურმე ადამიანები ციხეში და თუ არ ჩავსვამთ
ის რაც ხდებოდა 2-3 დღის წინ ის იგივე. ჩვენ მოვისმინეთ ვთქვათ აი მოქალაქეების აზრით როგორც ჩანს. საინტერესოა დიახ ზუსტად ერთ-ერთი ქალბატონის პოზიცია რომელიც აცხადებს გამავრცელებლები და ასე იყოფა საზოგადოებისთვის გამავრცელებლები და მომხმარებლები. თქვენ რა მიჯნავთ აი ამ კატეგორიებს და ფიქრობთ რომ ერთზე მაინც არ უნდა ვრცელდებოდეს დასჯადი მექანიზმები? საქმე იმაშია რომ ჯერჯერობით ჩვენ ახლა ლეგალიზაციის თემაზე ვსაუბრობთ და მე პირადად კატეგორიულად ვემიჯნები ნარკოტიკული საშუალებების ლეგალიზაციის ნებისმიერი ფორმის დანერგვას ქვეყანაში საკანონმდებლო დონეზე. პირდაპირ ვაცხადებ, კატეგორიულად ვემიჯნებით. ხოლო რაც შეეხება დეკრიმინალიზაციას, რა თქმა უნდა, ნარკოტიკული საშუალება ტეტრაკანაბინოლის შემცველი მარიხუანას და მოხმარების გამო ადამიანი ციხეში არ უნდა იჯდეს. ცალსახად არ უნდა იჯდეს. ამ შემთხვევაში თქვენი მოსაზრება ემთხვევა ერთად. არა, ბუნებრივია, რა თქმა უნდა, არ უნდა იჯდეს ციხეში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის უნდა თავისუფლდებოდეს გარკვეული პასუხისმგებლობისგან, რომელიც შეიძლება ადმინისტრაციულად იქნეს გათვალისწინებული და ეს სამსაფეხუროვანი ადმინისტრაციული სასჯელის საკითხი სწორედ არის გლობალური ფონდისა და ზიანის შემცირების ეროვნული ქსელის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივებში იდეალურად კარგად წარმოდგენილი. უბრალოდ ხელისუფლებას არ სურს სამწუხაროდ, რომ ეს საკანონმდებლო პაკეტი გახსნას და დაიწყოს მისი განხილვა. რატომ? იმიტომ რომ აი ეს ავადხსენებული 273 მუხლი, რომელიც ექიმის დანიშნულების გარეშე კალენდარული წლის განმავლობაში განმეორებითი მოხმარებისთვის, ანუ პირველი მოხმარება ადმინისტრაციული სასჯელია, ხოლო განმეორებითი მოხმარებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აკისრებს პირს, არის დამატებითი ფისკალური წყარო ბიუჯეტის შევსებისთვის. სამწუხაროდ ეს არის ის მავნე ინერცია, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ინარჩუნებს მიუხედავად იმისა, რომ თავარი კრიტიკის საგანი იყო სწორედ ის, რომ სააკაშვილის რეჟიმის დროს ნარკოდანაშაულისთვის საპროცესო შეთანხმებების გარიგებებით დამატებითი სასჯელების სახით მოზიდული ჯარიმები ხშირ შემთხვევაში წლის განმავლობაში 30 მილიონ ლარს აჭარბებდა ქალბატონო ნინო. და დღეს მე არ ვიცი ფისკალურად ნამდვილად არ მაქვს სტატისტიკა არასაგადასახადო სეგმენტის თვალსაზრისით ბიუჯეტში რამდენი შემოდის, მაგრამ ფაქტია, რომ საზოგადოების მართვის ეფექტურ ბერკეტად 273 მუხლი კვლავაც აქტიურად გამოიყენება. ასევე 260 მუხლში მიუხედავად იმისა, რომ თითქოს გატარდა გარკვეული რეფორმები, უკანონო შეძენა შენახვა გადაზიდვის და უკანონო გავრცელების ფაქტებთან დაკავშირებით, კვლავ ძალიან ბევრი შეკითხვა იბადება. და რაც შეეხება კულტივაციასა და თესვას. მე არასოდეს არ დაუჭერ მხარს, რომ თესვისა და კულტივაციის საკითხი ამოღებული იქნეს, ანუ დეკრიმინალიზება და ლეგალიზაცია, მით უმეტეს და დეკრიმინალიზაცია მოხდეს ამ ფაქტისა, რატომ? იმიტომ რომ შეიძლება მე ქოთანში მქონდეს ჩათესილი ეს ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის თესლი, მაგრამ და ის ფაქტი, რომ რასაც ბატონი იაგო ამბობს, რომ მხოლოდ ჩემი მოხმარებისთვის, ეს ასე არ არის. იმიტომ რომ საკმარისია მე გადავწყვიტო, რომ ჩემს მიერ მოყვანილი ერთ ქოთანში მოყვანილი რამოდენიმე ფოთოლი გადავწე ვინმეს, ეს არის უკანონო გავრცელება, რაც მაინც და მაინც გასაღებას არ გულისხმობს. უკანონო გავრცელება ეს არის უკვე გადაცემა, უკვე გაფართოება, ასე ვთქვათ, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისა, რაც ძალიან მავნედ შეიძლება აისახოს არასრულწლოვნებზე. იმიტომ რომ ეს უკვე თავისუფლად ხდება არასრულწლოვანთა ხელში. ამიტომ არ შეიძლება რომ სახელმწიფო ლოიალური იყოს კულტივაციისა და უკანონო თესვის საკითხებთან დაკავშირებით. მე მაინტერესებს თქვენი მოდელის მიხედვით, რა თქმა უნდა, წარმოდგენილი გაქვთ ლეგალიზაციის შემთხვევაში, როგორ უნდა იყოს ეს სისტემა მოწყობილი, ვისადმე მიდიოდე, სადმე ყიდულობდე კულტივაციის, თქვა თქვენ თქვით, რომ რაღაც რაოდენობის ქოთანი შეიძლება სახლში კონდეს და თვითონაც ზრდიდე ამ შეთვის სასურველ ბალახს. მე ერთ ნაწილში 273 მუხლთან დაკავშირებით მე ვეთანხმები ცხადია ამ ყველაფერს, ჩვენ არ ვანელებთ ბრძოლას სხვა მიმართულებითაც. 273 მუხლი ჩვენ გასაჩივრებული გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლოში. სადაც ვითხოვთ ამ მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის გაუქმებას, რომელიც მეორეჯერ მოხმარების შემთხვევაში მარიხუანაზე ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ დევნას. ანუ ამ ნაწილში იქაც ვითხოვთ დეკრიმინალიზაციას. ამიტომ იმ ნაწილშიც პირნათილი ვართ საქართველოს მოსახლეობასთან. ასე იგი, თქვენი მუშაობთ პარლამენტში, საკონსტიტუციო სასამართლოში. ახლა ვფიქრობთ, რომ ქუჩიდან შევუდგეოთ ხელისუფლების. ვინაიდან არ ვართ დარწმუნებული ამ ყველაფრის ეფექტურობაში, ცხადია, რომ ჩვენ შევპირდით ქართულ ამორჩეულს, რომ ამისთვის გავაკეთებდით ყველაფერს, სიტყვა ყველაფერი ჩვენ გვესმის ასე, მოკლედ რო ვთქვათ. რაც შეეხება ლეგალიზაციის ფორმებს. ხო, რაც შეეხება ლეგალიზაციის ფორმებს, ამაზე, სიმართლე გითხრათ, ამაზე არის საფიქრალი, იმ თვალსაზრისით ტექნიკურად რაღაცები როგორ მოხდება. ჩვენ ვამბობთ, რომ მარტივად მომზადებული აქვს მაგალითად ვაშინგტონს. რას აკეთებს ის ხალხი? ანუ ეს
შეგვიძლია ჩვენ თარგმნილი, გამზადებული სახით მივაწოდოთ საქართველოს მთავრობას ამის დაინტერესების შემთხვევაში. ამისთვის გვაქვს თვენახევარი წინ. მაგრამ პრინციპი არის ასეთი: ადამიანს საკუთარი მოხმარებისთვის შეუძლია დათესოს 6 ძირი მარიხუანა და მოიხმაროს ის და ამაში არ კონდეს ის შიშები, რომ რაღაცა ვიღაც მოვა დაიჭერს ან ციხეში ჩასვამს ამ შემთხვევაში გავრცელების თემა იგივე თუნდაც ვაშინგტონის მაგალითზე როგორ იშჩება. თავისთავად ხადი ახლა გავრცელება თუ ადამიანს ვაძლევთ ამის უფლებას, დასაკვირველია გავრცელება, იმიტომ რომ ჩათესავს უბრალოდ ისიც ვისაც ამის მოწევა უნდა ჩათესავს და იმასაც ექნება. აღარ იშებიან ადამიანები არც დარგვისთვის, არც გავრცელებისთვის, არც უმეტეს არც მოხმარების. გასაგები, ანუ თქვენ ყველა მიმართულებით აუცილებლად მიიჩნევთ ლეგალიზაციას. კი, მივიჩნევთ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვაქვს ასეთი პრინციპი, რომ ადამიანს იმის გასაგებად, მოკლედ, რომ გავიგოთ რა ჭირდება ადამიანს. იმაზე უკეთესი ცოდნა ვიდრე თვითონ იმ ადამიანს აქვს იმის შესახებ, რაც მას ჭირდება, არ შეიძლება ბუნებაში გააჩნდეს რომელიმე ადმინისტრაციულ ორგანოს ან რომელიმე სამართალდამცავ სტრუქტურას. ამ ლოგიკით რატომ უნდა შეუზღუდოთ სხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალებები? სხვა ტიპის ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია აქაც ნათელია, რომ არც ერთ ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე ადამიანის ციხეში არ უნდა ვუშვებდეთ. მაგრამ ჩვენ ვითვალისწინებთ იმ გარემოს, სადაც ჩვენ ცხოვრობთ. ჩვენ ვითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენ რაღაც მიზნამდე ზოგადად უნდა მივიდეთ ნაბიჯი. დღეს ეს მართლა შეიძლება, არ შეიძლება. მევალი გეგმა და მაქსიმუმი პროგრამა არის. ამისთვის ჭირდება არა მხოლოდ მზაობა სახელმწიფოს მხრიდან, არამედ მხოლოდ მზაობა სახელმწიფოს მხრიდან, არამედ მზაობა საზოგადოების მხრიდანაც. ამიტომ ჩვენ რაღაცა არაადეკვატურები არ უნდა ვიყოთ და ვცდილობთ რომ არ ვიყოთ არაადეკვატური. მარიხუანასთან დაკავშირებით აგერ მე და ბატონ დიმიტრი რომელიც შეიძლება არაფერზე არ თანხმდებოდეთ როგორც ასეთი. საკმაოდ წყნარად საუბრობთ იმაზე რომ ეს პოლიტიკა არის შესაძლებელი, არის შესაძლებელი. იქ რაღაცა ერთი ნაბიჯით მეც ვითხოვთ ჩვენ ერთი ნაბიჯით ნაკლებს ბატონ დიმიტრი. ამაზე ხო არ არის საუბარი. ძირითადად პრინციპზე მეტნაკლებად საქართველოს საზოგადოებასთან ჩვენ ვართ შეთანხმებული და ძიმე ნარკოტიკთან დაკავშირებით იგივე სიტუაცია არ გვაქვს. თუმცა იქაც გვაქვს იმის ნიშნები, სადაც მე მგონი ყველანი თანხმდებით, თითქმის ყველანი მაინც რომ ძიმე ნარკოტიკის მოხმარების ნაწილში მაინც ადამიანის ციხეში არ უნდა ჩავსვათ, ეს არ არის გამოსავალი. ალბათ თქვენ გულისხმობთ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც თქვენი ამორჩეველია და მე არ მინდა ნამდვილად ჯეროდეს, რომ თქვენგან ეს არის ნაბიჯი იმისკენ, რომ ელექტორალურად მოიზიდოს. აი ეს ხალხი თუ ყველა ჩვენი ამორჩეველია, რაც წეგან ტელევიზორში იყო 100-დან რა ვიცი 90% მოგვიგიარჩევთ. ძალიან კარგად მესმის, რომ ბატონი იაგო მიეკუთვნება ნეოლიბერალური ღირებულებების მატარებელი პოლიტიკური ორგანიზაციის, ასე ვთქვათ, ბირთვს და მისი ერთ-ერთი ლიდერია. თუმცა ნამდვილად მინდა ურჩიო, რომ ეს საქართველოს რეალობაში ნამდვილად წამგებიანი ნაბიჯია, როდესაც თქვენ ლეგალიზაციას წამგებიანი რას ნიშნავს? მესმის, რომ ეს არის ძალიან სახიფათო ექსპერიმენტი. წამგებიანი რას ნიშნავს? წმინდა ელექტორალური თვალსაზრისით. ელექტორალური თვალსაზრისით ჩვენ გვაინტერესებს ამ წუთას ის, რომ საქართველოს მოქალაქეები მოსაშარდად და გადასაღებად ეხოსკოპიის არ გადაყავდეთ და ციხეში არ იტანჯებოდნენ ადამიანები იმის გამო, რომ ელექტორალურ განწყობებზე როცა საუბრობ, მე ამ შემთხვევაში საზოგადოების სამსჯაროზე გამომაქვს თქვენი ინიციატივა. და არ მეგულება საღათ მოაზროვნე ადამიანი პირდაპირ გეტყვით რა საქართველოში რომელიც ლეგალიზაციას ნარკოტიკული საშუალებებისა მეტადრე ფსიქოაქტიური ნივთიერებების პირველ ჯგუფში შემავალი ნარკოტიკის ლეგალიზაციის მომხრე იყოს. ვინაიდან ყველას ყავს შვილები, შესაძლოა ახალგაზრდობის ეპოქაში ვთქვათ, ყველას რაღაცა გარკვეული ცდუნებები გქონია და არავინ არ ვართ უფრთო ანგელოზები, მაგრამ მშობლები ვინც ვართ, ყველას გვაქვს განცდა იმისა, რომ ჩვენი მშობლები, ჩვენი შვილები უბრალოდ უნდა დავიცვათ ასეთი მამლე ზეგავლენისგან და როდესაც პოლიტიკური პარტია კვალიფიციური სუბიექტი, ალბათ კვალიფიციური სუბიექტი ხართ უკვე, ხო? არჩევნების შემდგომ. არა, პრინციპული აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ უკვე ოპერირებთ პოლიტიკურ სივრცეში, როგორც კვალიფიციური სუბიექტი და აცხადებთ ღიად, რომ აი ამ საზოგადოების დემოკრატიული მიზნებისთვის სრულიად მისაღებია თურმე ნარკოტიკული საშუალებების ლეგალიზაცია. სხვა საკითხია დეკრიმინალიზაცია, სისხლის სამართლებრივი დასჯადობიდან, თქვათ, ადმინისტრაციულ დასჯადობაში, გადმოყვანის საკითხი ეს სხვა თემაა, მაგრამ ლეგალიზაცია ძალიან დიდი ბოდიში. მე ვფიქრობ, რომ თქვენ დაგაკარგინებთ ძალიან სერიოზულად დაგაკარგინებთ. მე მგონი რომ თქვენ მაინც და მაინც ჩვენს იმაზე არ უნდა ღელავდეთ ახლა. არა, რატომაც არა, ეხლა თქვენც ქართველი ადამიანი ხართ და არა, ელექტორალურ წარმატებაზე ხა გასაგებია რომ თქვენ ჩემი სიკვდილი არ გინდათ. ნამდვილად არ მაქვს განწყობა იმისა, რომ თქვენ ცუდი გისურვოთ ცხოვრებაში. საკმაოდ განათლებული იურისტი ბრძანდებით და მით უმეტეს არ გეკადრებათ ის, რომ თქვა ჩემი გადმოსახედიდან ბუნებრივია რომ ლეგალიზაციას უჭირდათ
მხარს. ეს ჩემთვის უბრალოდ გაუგებარი. კარგით, თუ შეიძლება გავცემ პასუხს. ბძანეთ და ჩვენ ფინალში ვართ და ბოლო კითხვა მინდა დავსვა ხელისუფლების დღევანდელი გამოხმაურებებიდან რა გაიგეთ? რა სიგნალები მოდის, რა განწყობებია ამ თემაზე? კეთილი, მოდი ესე ვთქვათ, ჩვენი გირშის წარმატება დღეს უკვე ის არის, რომ მე და ბატონ დიმიტრი ვკამათობთ ლეგალიზებული უნდა იყოს მარიხუანა თუ დეკრიმინალიზებული. ანუ ჩვენ იმ გუშინდელი ნაბიჯიდან უნდა იყოს თუ არა დეკრიმინალიზებული, გადავედით ერთი ნაბიჯის წინ. სხვა კამათი გვაქვს საერთოდ. ანუ რასაც ჩვენ ვამბობდით 2 წლის წინ. ეს დეკრიმინალიზაციის ისტერია, სხვა არაფერია თუ არა ყვალინდელი მოთხოვნა ლეგალიზაციის. ხო, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში არის წარმატებული. ანუ ნებისმიერ შემთხვევაში ეს აქცია უკვე საუბარი უკვე წარმატება, იმიტომ რომ ამის განხილვა დაიწყო სადისკუსიო რეჟიმი. დაიწყო, იმიტომ რომ ერთ-ერთი მთავარი მიზანი ამისიც რაც იყო, ის იყო რომ საზოგადოებაში ამ ეს დებატები დაწყებული. ხელი აიღოთ ამ ამაზე. კარგი, არ ჩათესავთ. მე ხო თქვენზე შევები არ მომიცია. მე მგონია რომ ჩათესავთ მიწაში ნარკოტიკული საშუალების, ასე ვთქვათ, მაკულტივირებულ თესლს მე მოუწოდებ აუცილებლად ხელისუფლებას. კი ბატონო, მოუწოდეთ რომ სამართალდამცავ ორგანოებს რომ აღკვეთონ აღნიშნული დანაშაული. კი ბატონო. ამას მოუწოდებ. გასაგებ მაგას ჩვენც მოუწოდებთ, უბრალოდ თუ დანაშაული ვამბობთ, რომ დანაშაული არ უნდა იყოს, თორე თუ დანაშაული იქნება, სხვას თუ იჭერენ პირველ რიგში რასაკვირველია ის ხალხია დასაჭერი, ვინც ამას საჯაროდ ტელევიზიაში აკეთებს. შეგნებულად ჩადიხართ დანაშაულს. კი, რა თქმა უნდა, ჩვენ დანაშაულს არ ჩავდივართ, ჩვენ პოლიტიკურ აქტს ვაკეთებთ, რომელიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, იმიტომ რომ სხვა ყველა ბრძოლის საშუალება სხვა ბრძოლის ყველა საშუალება ამოწურეთ, ეს არის სამოქალაქო დაუმორჩილებლობა, ეს არის სამოქალაქო პროტესტი. ესეთი ფორმები პოლიტიკაში არსებობდა ისტორიულად. მაგრამ სახიფათო სანახაობაა. აი, მოკლედ თუ შეიძლება გაქვთ რეალურად იმის იმედი, რომ აი ამ თარიღამდე რას თქვენ თქვით, ახალ წლამდე რამე შეცვლით იმისთვის, რომ გირჩის აქტივი და მასთან მიბმული ახალგაზრდობა არ დაიჭიროს. ბატონ დიმიტრის რჩევა ჩვენ მოვისმინეთ, ხო? მოუწოდებს ხელისუფლებას რომ დაგვიჭიროს. აი თქვენ რო იყოთ გულწრფელად თავრობის მრჩეველი. მე გითხარით რომ თავრობის მრჩეველი. რას ურჩევდით? აი ობიექტურად აი ჩათვალეთ რომ ჩვენს მიმართ არ გაქვთ არანაირი პოზიტიური გზნობები და არც თავრობის მიმართ არ გაქვთ პოზიტიური გზნობები. რაცა უჩვეულო როლი მომარგეთ ახლა ცოტა გამიჭირდება რჩევის გაცემა. აი ცადეთ რას ურჩევდით? რომელი არის იდეალური გამოსავალი ხელისუფლებისთვის? მთელი პოლიტიკური პარტიის დაპატიმრება და ციხეში გაშვება, ერთი, თუ მეორე გათვალისწინება აბსოლუტურად საღი აზრის, რომელიც მიუხედავად იმისა, რას ლაპარაკობდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები. მაგალითად ბატონი გია ვოლსკი რას ლაპარაკობს? პასუხი თუ შეიძლება. სანამ ჩათესავთ, სადღაც ხომ და იშოვოთ. სად შოულობთ ამ? ნუ ახლა ყოველ შემთხვევაში ჩათესვის მერე გეტყვით მაგას, იმიტომ რომ განხორციელებული. ანუ სანამ თქვენ ერთ დანაშაულს ჩაიდენთ, მანამდე უნდა ჩაიდინოთ კიდე სხვა დანაშაული უნდა შეიძინოთ მართლწინააღმდეგო. გვაქვს უკვე. თქვენ ახლა როგორც იურისტმა გამეცით პასუხი. ანუ უკვე შეიძინეთ. უკვე გვაქვს. ანუ აღიარებთ რომ უკვე ჩადენილია დანაშაული. კი ბატონო, თუ ესე ჩათვალეთ. ანუ თქვენ ზადახართ რომ ორი დანაშაული ერთად ჩაიდინოთ. ორი კი რა, თუ კიდე 10 ჩავიდენთ, როდესაც თქვენ მოაჩვენოთ სურათი. კანონით და მეორე დათესოთ და მოახდინოთ კულტივი. მე უფრო მეცაც გეტყვით, რომ გაიზრდება, ის მერე საჯაროდ მოვწერთ კიდეც, მაგრამ ამაზე ხო არ ახლა საუბარი ახლა. მე არ მინდა რომ ეს საქმე გადავიდეს ხუმრობაში და ღლაბულში. მე მგონია რომ ეს არის აბსოლუტურად სერიოზული. ნამდვილად არ გახლავართ მისი ოპონენტი, მაგრამ თქვენ თუ ამაზე წახვალთ, ნამდვილად საინტერესო იქნება როგორ აღკვეთავს სახელმწიფო იმ დანაშაულს, რომელიც მზადდება უკვე და ამას არა, არაფერი არ მზადდება, ანუ ჩვენ მივეცით ვადა საქართველოს ხელისუფლებას ამ ვადამდე ჩვენ არ ვაპირებთ არანაირი კანონდარღვევის ჩადენას, არანაირი კანონდარღვევის, არც არავის არ მოუწოდებთ ამ კანონდარღვევის ჩადენისთვის. ამ ვადაში ხელისუფლებამ პატიოსნად უნდა შეასრულოს ის მოვალეობა, რომელიც მას აქვს დარწმუნებული ვარ, მიუხედავად იმისა, რას ლაპარაკობენ ხელისუფლების წარმომადგენლები და მე ვფიქრობ, რომ რამდენიმე ადამიანმა, რომელმაც თავის დროზე მხარი არ დაუჭირა მარიხუანის ლეგალიზებას საქართველოს პარლამენტში, ანუ თავრობის მხრიდან. უბრალოდ მათი მხრიდან ეს იყო ძალიან უხერხული. არ დავასახელებ ამ ადამიანების სახელს გვარს, მაგრამ დედასფიცა ვარ ძალიან უხერხული. მათ შორის ოპოზიციიდანაც იყო გვარები, რომლებიც ამ თემაზე აქტიურად ისაუბრებენ ხვალაც. რომელიც ძალიან ახლოს არიან ამ ძალიან კარგად იცნობენ ამ თემას. ყველაფერი იციან ამის შესახებ. თვითონაც მოუხმარიათ მარიხუანა და აშკარად ურცხვად იტყუებიან მაშინ, როდესაც ამის წინააღმდეგ მიდიან. ანუ ჩვენ ვინდა რომ ამ ადამიანებმა ერთხელ კიდე საკუთარ თავში ჩაიხედონ უბრალოდ და მიიღონ გადაწყვეტილება თავისუფლების სასარგებლოდ. ეს არ არის მარიხუანის წინააღმდეგ მარიხუანის სასარგებლოდ მიმართული კამპანია. ეს თავისუფლების კამპანიაა. თქვენ მამას აღიქვამთ როგორც შეზღუდვას ადამიანის გასაგებია ბატონ დიმიტრის აქვს რეპლიკა და ჩვენ უნდა დავასრულოთ. საჯელს ყველა ეპოქაში ითვალისწინებდა სისხლის სამართლის კოდექსი. რომელ ეპოქაში ითვალისწინებდა უკაცრავად? კომუნისტების პერიოდში. კომუნისტების პერიოდი სხვა სამოსალიმო ეპოქა, სამყარო, მე-20 საუკუნის ნახშუა. მიხვდებით რომ სხვა აზრი და იქამდე. არასოდეს არ ყოფილა დაჟა. აბსოლუტურად სხვა თემას მოხდა.
და ბუნებრივია მარიხუანის მოხმარება და მარიხუანის კულტივაცია და მისი უკანონო შეძენა შენახვა გავრცელება ასევე იყო დასჯადი. თუმცა კომუნისტების დროს იყო საინტერესო პრაქტიკა ძალიან, არ ვიცი ბატონ იაგოს არ მომწევი. ასაკიდან გამომდინარე შეიძლება არ გახსოვთ. თუ კი ეს სცენარი იყო ველურად მზარდი და ექსპერტიზის ბიურო ადასტურებდა რომ ეს იყო ველურად მზარდი სცენარი, მაშინ პასუხისმგებლობა არ დგებოდა ამაზე. მაგრამ ღეროებს შორის და ფორმებს შორის განსხვავება არ არის მაშინ, როდესაც საკითხი ეხება ეგრეთ წოდებულ კულტურას. და ორი ტიპის კულტურა არსებობდა, რომელზეც ჰქონდათ უკვე ჩამოყალიბებული პრაქტიკა, ეს იყო ეგრეთ წოდებული როსტოვული ჯიშის და მეორე ეგრეთ წოდებული სვანური შავა. ერთზე ჭიდნენ, მეორეზე არა. სვან, არა, ორივეზე ჭიდნენ. როგორც მზედა მთვარი, ისე განსხვავდებოდა ეს გარეგნულად მსგავსი მცენარეები. ინდიკა და სატივა. მოქმედებები დიახ ველურად მზარდსა და ეგრეთ წოდებულ კულტურას შორის. კარგად ყოფილიყავით ბატონ დიმიტრი ამ თემაში. ეს ძალიან საინტერესო თემაა, იმიტომ რომ ჯერ ერთიც ყველანი ვინც სისხლის სამართლის პროცესში ჩართულები ვიყავით, ბუნებრივია გქონდა ამასთან დაკავშირებით წარმოდგენა და ეს იყო ძალიან დემოკრატიული მიდგომა სხვათა შორის. ხო შეიძლება ადამიანი, რომელიც მაგალითად მინდორში კრებს, ყვავილებს, თან ხელს გამოაყოლოს მზარდი, ველურად მზარდი კანაფი. აი ესეთი კაზუსი რომ განვიხილოთ. ხო არ შეიძლება რომ ეს ადამიანი ამისთვის დავაკავოთ. მაგრამ როდესაც ადამიანი აკულტივირებს უკვე აპრობირებულ თესლს ისეთი ნივთიერებისა, რომლისგანაც იღებს ძალიან მძიმე ნარკოტიკს და ასეთი მძიმე ნარკოტიკის მოქმედების ეფექტი თქვენ შეგიძლიათ YouTube-ის ქსელში ნახოთ. უფრო მსუბუქი ნარკოტიკი მათ შორის არის სინთეზურები, მათ შორის არის ქიმიურად დამუშავებულები და ის იწვევს ისეთი ტიპის ასოციალურ ქცევებს, რომელსაც საერთოდ ადამიანი ჭკუიდან გადაყავს და ალბათ კლინიკური სურათია ხოლმე იმისა თუ რა უნდა იყოს გაყოფა, ანუ თქვენ ბრძანებთ. ყველაფერზე უნდა იყოს საერთოდ გაყოფა და დიფერენციაცია. რას მოწევს რომელი ტიპის მარიხუანას? ყველაფერზე უნდა იყოს. რანაირი ფოთლისას? არა, ფსიქოაქტიური ნივთიერებები, იმიტომაც იყოფა სამ ჯგუფად, ხალბატონო ნინო, ეს არ არის გასაცინი, იმიტომ ეს არის ძალიან კომენტარი თუ მოისმენთ ბატონო იაგოს მართლა ძალიან სერიოზული საკითხია. იმიტომ არის რომ საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია, ასე ვთქვათ, აი ამ თემაზე. უფრო მეტი გადაცემები უნდა ეწმებოდეს. აქ ჩვენ კი არ უნდა ვისხდეთ მხოლოდ, არამედ ჩვენთან ერთად უნდა იყოს ექსპერტები. აუცილებლად ყველას დავუთმოთ ტრიბუნას ამ თემასთან დაგვითმია კიდეც. რა მავნებლობის მომტანია ტეტრაკანაბინოლი ადამიანის გონებისთვის? რამდენად აქვეითებს ის გონების პროდუქტიულობას? ერთია რომ ის ჩუმად არის და წყნარად არის და რაღაც ოლიგოფრენიული, ასე ვთქვათ, გამოხატულება გარეგნული მისი მოხმარების ეფექტებს, მაგრამ მეორეა რა სერიოზული ზიანი მოაქვს. რაც შეეხება სამკურნალო ეფექტებს. რა თქმა უნდა, კანაფი მე მეცაც გეტყვი თქვენ შეგიძლიათ ნახოთ დღეს ინფორმაცია ღია ამ მიმართულებით, უაღრესად სასარგებლო მცენარეა მთელი რიგი მიმართულებებით. მათ შორის მისი ბოჭკოსგან სამშენებლო მასალებიც კი მზადდება, მისი ზეთი არის ძალიან სერიოზული, ასე ვთქვათ, სამკურნალო ეფექტის მატარებელი, მაგრამ ერთის მხრივ ის რომ ის არის სამკურნალო ეფექტის მატარებელი, ის იმის უფლებას არ უნდა გვაძლევდეს, ვამბობდეთ რომ მისი მოწევა არის სასარგებლო ადამიანის მე ჩემი სტუმრები მაინტერესებს შეხების წერტილი არსებობს, რომ დეკრიმინალიზაციის თემაზე თქვენც თანხმდებით თქვენს თავ შემთხვევაში ოპონენტს. მე გითხარით რომ დეკრიმინალიზაციის თემა არაადეკვატური სასჯელების მომხრე არ ხართ. ეს საკითხი არის უკვე საპროექტო დონეზე, პროექტის დონეზე არის დამუშავებული, ის ძევს უკვე საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტში, მას ჭირდება გამოტანა და განხილვა. ასეგებია. რაზეც ხელისუფლება ამბობს უარს. შეტანილი მქონდა უბრალოდ ეს წინა პარლამენტში და წინა პარლამენტმა ხო გეუბნებით, ანუ დიდი დებატების და რაღაცა ქარტაიხილების მერე ამაზე უარი თქვა. საზოგადოება მიცოდეს რომ გვაქვს ბატონი დიმიტრი მეკამათება დეკრიმინალიზაცია. საზოგადოება მიცოდეს რომ დეკრიმინალიზაცია სხვა სფეროა, ლეგალიზაცია აბსოლუტურად სხვა რამეა. ანუ ჩვენ არ უჭერთ მხარს ლეგალიზაციას. ამ დებატის შედეგად არა, ანუ აუდიტორია მომხმარებელი უნდა ჯარიმდებოდეს, დეკრიმინალიზაცია არის ეს ადმინისტრაციული წესი, ჩვენ ვამბობთ რომ არც უნდა ჯარიმდებოდეს, იმიტომ რომ ეს არის მისი უფლება. სხეული არის მისი, როგორც უნდა ისე დახარჯავს მისი სხეულის რესურსებს. გერმანიის კანონმდებლობას რომ გადახედოთ, სხვადასხვა ტიპის ჯარიმები არის, როდესაც ალკოჰოლური ნასვამობის მდგომარეობაში აჩერებენ პირს, რომელიც მართავს ასეთ მდგომარეობაში ავტომანქანას და იგივე ავტომანქანაზე მჯდომი პირი, რომელიც არის მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ, ისჯება 10 ჯერ უფრო ძლიერი სანქციებით. რატომ? რა განსხვავებაა, თქვათ, ალკოჰოლური თრობისა და მარიხუანის თრობაზე თვალმდგომარეობაში, რამენაირად თვალმდგომარეობაში ნარკოტიკულად თვალმდგომარეობაში. ნარკოტიკული თრობა 10 ჯერ უფრო მძიმედ დასჯადია ადმინისტრაციულად გერმანიაში, ვიდრე ალკოჰოლური ნასვამობის მდგომარეობა. არა, მე ხო მაგ დებატში არ შემოვდივარ ამ წუთას თქვენთან. მე მგონია რომ კარგია ის, რომ ზოგადად
დებატი არის აბსოლუტურად სხვაშინა არსის. ეხლა მე რას ვისურვებდი, იცით ბატონო? ეს არის ჩემი აზრით კვალიფიციური იურისტი როგორც ხართ თქვენ, აი მე ვისურვებდი რომ ჩვენ რგვალი მაგიდა გაგვემართოს მაგალითად თამბაქოს მამნეზე გავლენასთან დაკავშირებით და მიგვიღოს ისეთი საკანონმდებლო აქტი ქვეყანაში, რომელიც გარდა სუფთა თამბაქოს მოხმარებისა აგრძელავდა ნებისმიერ კომპოზიტებს, რომელიც საშინელ დაავადებებს იწვევს და პირდაპირ არის პროპორციული კიბოს დაავადებების პირდაპირ მალამოდ დაედება ფილტვს. რა თქმა უნდა, მე არა ვარ მწერველი პირადად, საერთოდ არ ვეწევი და მოუწოდებ საერთოდ საზოგადოებას რომ უარი ვთქვა თამბაქოს მოხმარებაზე, ღიად მოუწოდებ ამას და საერთოდ მიმაჩნია რომ ეს კამპანია No Tobacco-ს ეს არის ერთ-ერთი სერიოზული კამპანია, რომელშიც ყველა პოლიტიკოსი უნდა ჩავერთოთ, მაგრამ იმ თამბაქოს, რომელსაც აწევინებენ მათ შორის ჩვენ ახალგაზრდობას, ეს არის პირდაპირ დივერსია ჩვენი გენოფონდის წინააღმდეგ. და აი მას ჭირდება სწორედ საკანონმდებლო ინიციატივები და არა იმის ახალისებას, რომ თამბაქოსთან ერთად ეხლა კიდე მარიხუანა და გაშიში მოწიონ ჩვენმა ახალგაზრდებს. ჩვენ არაერთხელ დავუთმობთ კიდევ ამ თემას სტუდიას, ექსპერტებს, პოლიტიკოსებს, საინტერესოა ნამდვილად ხელისუფლების პოზიციების ხელშიც არის ამ გადაწყვეტილების მიღების ბერკეტი. იაგო ხვიჩია გირჩიდან დიმიტრი ლორთქიფანიძე დემოკრატიული მოძრაობიდან გსტუმრობდნენ შეხვდებით 11 საათზე. მადლობთ.